მოგესალმებით, დღეს არის 2 აპრილი, სახამო 9 საათი და კომენტარის YouTube არხზე ჩვენი გადაცემის მეორე ეპიზოდი გადის, რომელიც ეხება კრიტიკულ თეორიას. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბროთ ფარაზე, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა გუშინ 1 აპრილს მიიღო მესამე მოსმენით და ველოდებით, როდის მოაწერს ხელს მიხეილ ყაველაშვილი, შესაბამისად, როდის შევაძალას შეანიშნული კანონი. დღევანდელი გადაცემის ფორმატს გეტყვი და ზოგადად ჩვენი ამ კრიტიკული თეორიის ფორმატს, ჩვენთან ერთად იქნება სტუმარი, რომელთან ერთადაც პირველ ეტაპზე 5 კითხვას დავუსვამთ, ბლიც კითხვებს, რომელიც მას აქვს მომზადებული, მისთვის არის მომზადებული. შემდგომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში უფრო სიღრმისეულად და კონცეპტუალურად ვიმსჯელებთ იმ კანონსა თუ მოცემულობაზე, რომელზეც ეძღვნება გადაცემა და ამ შემთხვევაში ეს იქნება ფარა, ხოლო მესამე ბლოკში უკვე ვისაუბრებთ და პასუხს გავცემთ მაყურებლისგან შემოსულ კითხვებს, რომელსაც ასევე დაახლოებით 5 წუთი დაეთმობა. დღეს ჩვენთან ერთად იქნება კომენტარის რედაქტორი, იურისტი სოფო ვერძეული. სოფო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ, პასპინძელის და სტუმარის და დღევანდელი ეთერი ხო იქნება ზოგადად ფარაზე პასუხების გაცემის თელობას, თუმცა აქვე შეგვიძლია გავაკეთოთ წინამძღვარი, რომ ძალიან რთულია ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ რომ კანონი თუ შეიძლება დავარქვა ძალიან რთულად წერია და შეიძლება ფაქტობრივად გაუგებარიც იყოს ბევრი რამ, თუმცა შევეცადოთ რომ უპასუხოთ და რაღაცნაირი ბუნდოვანება ცოტა მაინც გავხსნათ ამ კანონთან დაკავშირებით. სოფო, მოკლედ, პირველი ეტაპი რაც არის, ეს არის ბლიცები, 5 კითხვა არის, რომელზეც გაქვს 1 წუთი. შემდგომ უკვე აი ამ კითხვას ფაქტობრივად ამ კითხვებს ჩავშლით და უფრო სიღრმისეულად ვუპასუხებთ. საიდან იწყებ აქედან? კი ბატონო, ზემოდან იწყებ. მე დროს დავინიშნე. ოცნება ამბობს, რომ ხალხის ინტერესების დასაცავად იღებს ფარას. ეს მართლა ასეა? ხო, ოცნება ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ოცნება ფარას იღებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს რეპრესიული გარემო, კიდევ უფრო შეზღუდოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების საქმიანობის სივრცე და არეალი და ის დისკომფორტი, რაც ძალაუფლებას ექმნება ამ წერტილებიდან, ეს დისკომფორტი მისთვის გაანეიტრალოს, ხო? ეს არის გაგრძელება ბოლო 2-3 წლის როგორც ნარატივის და პროპაგანდის, ისევე იმ საკანონმდებლო რეპრესიების, რომელსაც ვუყურებთ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ აქტივისტური ჯგუფების წინააღმდეგ. ამიტომ არანაირი კავშირი ამ ახლად მიღებულ კანონს არ აქვს საზოგადოებრივ ინტერესებთან და საჭიროებებთან. ამერიკაში ფარა თუ მოქმედებს, მაშინ რატომ არის საქართველოში პრობლემა? ხო, ამაზე ალბათ უფრო ცალად ლაპარაკი მოგვიწევს და 1 წუთში არ ვიცი რამდენად ჩავეტევით, იმიტომ რომ ამერიკაში ჯერ ეს ერთი პირველ რიგში ალბათ ის უნდა ვთქვათ, რომ ამერიკაში ფარა მოქმედებს სრულიად განსხვავებულ სამართლის სისტემაში, სრულიად განსხვავებულ ინსტიტუტების პირობებში. ამის მიუხედავად ამერიკაშივე არსებობს ძალიან მძლავრი მოძრაობა ფარას წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არ არის იდეალური კანონი არც ამერიკაში და არც სხვა ქვეყნებში შეიძლება სადაც მსგავსი კანონები მოქმედებდეს. ჩვენ ამ კრიტიკას რა თქმა უნდა ვიზიარებთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ კანონი შეიძლება პრობლემური იყოს, მაგრამ ეს პრობლემურობა სრულიად სხვადასხვანაირად გამოჩნდეს ამერიკაში, საქართველოში, ავსტრალიაში, რუსეთში, უნგრეთში თუ სხვა ქვეყანაში, ხო? რა თქმა უნდა, კონკრეტულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემას და ძალაუფლების ფორმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ აღსრულდება კანონი, ხო? და ეს განაპირობებს სწორედ კანონის მოქმედების რეალურ შედეგებს და ამერიკის და საქართველოს შემთხვევაში ეს შედეგები რა თქმა უნდა სრულიად სხვადასხვანაირი იქნება. სამი კითხვა. როგორ ეწერება ფარა ქართული ოცნების ზოგად პოლიტიკურ სტრატეგიაში? ხო, იდეალურად ეწერება ზოგად სტრატეგიაში და იმ პროპაგანდაში, რომლითაც საზოგადოებას ცდილობს რომ ტვინი გამოურეცხოს ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში და ხო მისი მთავარი ეს რაღაცა გათვლა ზუსტად იმაზეა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყოს პატრიოტებად და მტრებად და ამაზე აგებული ბოლო წლების არა მარტო ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები, ნებისმიერი სხვა ინიციატივაც, რომლითაც ქართული ოცნების ლიდერები გამოდიან, ან ქართული ოცნების პარლამენტი გამოდის და მთელი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მისთვის არასასურველი მოქალაქეები, მოქალაქეთა ჯგუფი, ორგანიზაციები
მოხაზოს მტრად, მათი დეჰუმანიზება მოახდინოს, მათი ნათქვამის გამოაცალოს ლეგიტიმაცია და ძალა და ეს სამართლებრივი იარლიყებიც და ასეთი კანონებიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ეს მარტო პროპაგანდის ენაში კი არ დარჩეს, სამართლის სისტემაშიც ამ ჯგუფმა კონკრეტული სამართლებრივი სახელი მიიღოს. ვინ იქნება ფარას პირველი სამიზნე? Ну, პრინციპში თვითონვე თქვენს კანონ პროექტის განმარტებით ბარათში ხო, რატომ იღებენ ამ კანონს, რომელიც სრულიად არასანდო განმარტებაა და ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რუსული კანონის მიღების პირობებში რატომ გახდა ამ კანონის მიღება საჭირო, მაგრამ თვითონვე ამბობენ, ვინ არის სამიზნე ამ კანონის, ხო, ეს რა თქმა უნდა იქნება დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე დიდ თავის ტკივილს ქმნის ახლა ქართული ოცნებისთვის, იმ პირობებში, როცა რაღაცნაირად ძალაუფლების სხვა წერტილებს სრულად აკონტროლებს ოცნება და ესეთი გაუკონტროლებელი სივრცე არის სწორედ სამოქალაქო თვითორგანიზებაში, აქტივისტურ ჯგუფებში, საზოგადოებრივ ჯგუფებში და დამოუკიდებელ მედია პლატფორმებში, ხო, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ, რომ სიმართლე გააშუქონ და მიეწოდონ ხალხს ინფორმაცია. ამიტომ პირველი სამიზნე ასეთი ჯგუფები იქნება ბუნებრივი. ბოლობთ. ფარას შემდეგ კიდე რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ხო, ფარას პარალელურად ნარკოპოლიტიკის დამძიმების მცდელობებს ვხედავთ და ლოგიკური იყო, რომ აუცილებლად იქნებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება და ნარკოპოლიტიკა პრიორიტეტი ქართული ოცნებისთვის. მე ველოდები, რომ იმ ფონზე, როცა გენდერი კანონმდებლობიდან ამოიღეს, ალბათ შემდეგი ნაბიჯები იქნება აუცილებლად დაკავშირებული ქალების, მოწყვლადი ჯგუფების, ჩაგრული ჯგუფების სამართლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებასთან. არ მინდა ხა წინასწარ რაღაცა ინიციატივები ვთქვა, მაგრამ აუცილებლად ეს რაღაცა ვითომ ცრუ კონსერვატიული ნარატივი, რომელიც ოცნებას აქვს არჩეული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ის ცდილობს კოჭი გაუგოროს ტრამპის ადმინისტრაციას, აუცილებლად ექნება ეს მცდელობა, რომ ეს ანტიგენდერული რიტორიკა კიდევ უფრო დაამძიმოს და სამართლებრივი რეჟიმიც ქალებისთვის, ჩაგრული ჯგუფებისთვის კიდევ უფრო დამძიმდეს, ხო და მიყვეს რაღაცა ამ ტრამპის ადმინისტრაციის ხელწერას ამ ჯგუფებთან მიმართებით. ასე ვარაუდობ. ხო, ანუ გამოხატვის თავისუფლების კუთხით ასევე სოციალ-ქსელებზე ქონდა. ხო, ინიციატივები, რომელიც აქნად მართვა, რომელიც ზართულია, მაგრამ ხო, ეგეც შეიძლება იყოს. მოკლედ, ვერც მიატოვებ, ხო, ეს ისეთი კითხვა არის რა, რომ შეუძლებელია ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ყოველ ორშაბათი რო თენდება, რაღაც ახალი დაბომბვა ხდება ინფორმაციული ქართული ოცნების მხრიდან. მაგრამ აი დავიწყოთ შეგვიძლია კონცეპტუალურად გავაშინაარსოთ ეს კანონი თუ შინაარსდება საერთოდ და ერთგვარად ვიწყოთ ზოგადად ასეთი კანონები ქართული კონტექსტის გარეშე თქვათ იგივე კრიტიკული თეორიის პერსპექტივით სამართლის და ძალაუფლების როლი ფარას კონტექსტში რა შეიძლება იყოს რა მიზანს იმსახურება საბოლოოდ ანუ ეს უსაფრთხოების მიზანია გამჭვირვალობის მიზანია ხო, ეხლა ჩვენ რა კანონზეც ვლაპარაკობთ, თვითონ ეს თარგმანი ამერიკული კანონის, უკვე ბევრმა გაიგო, შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ არის საკმაოდ ძველი კანონი, რომელიც თითქმის 90 წელია ამერიკაში მიღებულია და მოქმედებს, მაგრამ ამერიკის შემდეგ მე სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონების მიღება, რომელიც სინამდვილეში სრულად ესე უსაფრთხოების პარადიგმის ქვეშ განიხილება, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა უსაფრთხოების სისტემის ნაწილი ეს კანონი არ არის, რეალურად ასეთი აქტების და ასეთი კანონების მიზანი არის სწორედ პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების დაცვა, ხო? და ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაცხადებული მიზანი ფარასის სწორედ ეს არის, რომ დაიცვას ამერიკის საზოგადოება თავსმოხვეული გარედან, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნების ინტერესებისგან, დაიცვას გამჭვირვალობის გზით, ხო? ამერიკაშიც ფარას ქვეშ ორგანიზაციების ან პირების რეგისტრირება არ ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ საქმიანობა, ამერიკის ინტერესი არის, რომ მისმა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რა ინტერესს ატარებს და რა დგას ამ ინტერესების და ვინ დგას ამ ინტერესების უკან. თუმცა ეს არ არის რაღაცა უკრიტიკო და უაპელაციოდ მისაღები სამართლებრივი ჩარჩა, ხო? ძალიან ბევრი
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, ბევრი მკვლევარი, ავტორი მიუთითებს, რომ ზოგადად ესეთი უსაფრთხოების პარადიგმის ამ დოზით გამოყენება, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებშიც, არა მარტო ავტორიტარულში, იმსახურებს კრიტიკას და არის პრობლემური და მთავარი ესეთი ხაზი რა შეგვიძლია ვთქვათ, ხო? აი მთავარი პრობლემა, რაც ამ ტიპის კანონებს აქვს და მიდგომას ზოგადად აქვს, არის ის, რომ პრინციპში იცვლება პრეზუმპცია, რომელიც მანამდე მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთობაში არსებობდა, ხო? და ეს პრეზუმპცია, რომელსაც უხეშად შეგვიძლია ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპცია დავარქვათ, ან კანონიერების პრეზუმპცია დავარქვათ, ეს პრეზუმპცია ტრიალდება. და სახელმწიფოსთვის, მოდი ძალაუფლებისთვის, ესე ვთქვათ, ძალაუფლებისთვის ყველა და ყველაფერი ხდება საფრთხის წყარო. თუ კი მანამდე არსებობდა პრეზუმპცია, რომ მოქალაქე, ჯგუფები, აქტივისტები კანონიერების ფარგლებში რჩებოდნენ და სანამ საპირისპირო არ დამტკიცდებოდა, ისინი საფრთხედ ძალაუფლებისთვის არ მოინიშნებოდნენ. მსგავსი ტიპის სამართლებრივი აქტები არის გამოვლინება იმის, რომ ეს პარადიგმა იცვლება და სახელმწიფოები ცდილობენ საფრთხის მყისიერ აღმოჩენას და პრევენციას, ხო? და ამიტომ აფართოვებენ მონიტორინგის, შესწავლის, ზედამხედველობის, კონტროლის მექანიზმებს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მარტო ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი, ხო? სამწუხაროდ ეს უსაფრთხოების იღებდნენ იგივე ამერიკის შემთხვევაში თავიდან დაიწყოს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, მე ვთქვათ მომსლავდა სხვა ქვეყნები და იმათ წინააღმდეგ, როცა კავშირი ჩვენს კომუნისტური მართლობა თუ აშენდა. ტრადვისაც სახავს ძირითადად იმაზე აკეთებს აქცენტს. კი, თუმცა რაღაცა უფრო ფართე უსაფრთხოების ჩარჩოს ნაწილიც არის, როდესაც ძალაუფლებას აქვს სურვილი და ვნება, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოს. აკონტროლოს არა მარტო ასეთი კანონებით, ჩვენ ხო ვხედავთ, რომ კონტროლი, ვიზუალური კონტროლი, თვალთვალი, მიყურადების პრაქტიკები ზოგადად ძალიან ფართოვდება, სწორედ იმიტომ, რომ ამ დოზით შემოდის უსაფრთხოების ჩარჩო კონცეფცია ძალაუფლების და მოქალაქის ურთიერთობაში, ხო? და მთავარი აქ რა არის, ხო? დემოკრატიულ ქვეყნებში თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ აი იმ ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ძალაუფლების ამ ვნებას ისინი აკავებენ. რაღაც დოზით, ხო? ისინი რაღაც საზღვრებს ამ ვნებას უდგენენ, ხო? აი ამ ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფის სურვილს, რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებდეს, სწორედ ესეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები და კანონის აღსრულების სამართლიანი სისტემა რაღაც ჩარჩოებს უდგენს. რაც უფრო მეტად ავტორიტარულია სისტემა და ქვეყანა, ეს ჩარჩოები უფრო მორღვეულია, ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ფაქტობრივად აი ამ ავტორიტარული რეჟიმის სურვილი, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი რჩება შეუზღუდავი და შინაარსობრივად კიდევ რა არის სხვაობა. ავტორიტარულ სისტემაში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში საფრთხის შინაარსიც იცვლება. საფრთხე უფრო მეტად იძენს პოლიტიკურ შინაარსს. ძალაუფლებისთვის საფრთხე ხდება არა რეალურად ის საფრთხის წყარო, რომელსაც სახელმწიფოებრიობისთვის, უსაფრთხოებისთვის შეუძლია პრობლემის შექმნა, არამედ პოლიტიკური ოპონენტი. ანუ ავტორიტარულ რეჟიმში მარტო კანონის აღსრულების პროცედურული პრობლემები კი არ გვაქვს და სამართლიანობის პრობლემა. თავად საფრთხის შინაარსით შეცვლილია, ხო? ავტორიტარული რეჟიმისთვის საფრთხე არის მისი პოლიტიკური ოპონენტი, აქტივისტი, დამოუკიდებელი მედია, რომელიც შეიძლება მის ძალაუფლებას უქმნიდეს და არა სახელმწიფოებრიობას უქმნიდეს. საფრთხეს იმიტომ რომ სწორედ ასეთ რეჟიმს ეგახასიათებს, ხო, რომ ის ვინც ძალაუფლებაშია, თავის თავს აიგივებს სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და მისი ძალაუფლების შესუსტებას აღიქვამს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად, ხო, ამიტომ საფრთხესაც სხვა შინაარსი აქვს იმის მიხედვით, რა ტიპის მმართველობაა კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოში როცა ამ კანონზე ვლაპარაკობთ და ამაზე კიდევ უფრო გავშლით მერე მსჯელობას, ზუსტად ეს არის, ხო, ვის მონიშნავს ძალაუფლებას საფრთხედ. ქართული ოცნებისთვის ვინ არის დღეს საფრთხე, რატომ იღებენ ამ კანონს, ხო, როგორც ბლიცის დროს ვლაპარაკობდით, თავარი სამიზნე სწორედ ასეთი ორგანიზაციები იქნებიან, რაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კრიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარასთან მიმართებით და ლეგიტიმური კრიტიკა, როგორც წესი დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასეთი კანონის სამიზნეები არ არიან. ამ დრომდე არ არიან, ხო. ისედაც იყო პერიოდი, გარკვეული წლები, როდესაც მიზერული იყო ამ კანონის აღსრულება და სულ რამდენიმე ათეული საქმე იყო 10 წლეულების განმავლობაში ფარას მიზნებისთვის. ბოლო წლებში მოიმატა, დაახლოებით 2016 წლიდან აღსრულება მოიმატა, მაგრამ ძალიან მცირეა რეესტრში, სპეციალურ რაღაც რეესტრში ისეთი ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც დამოუკიდებელ საკუთარი მიზნების შესაბამისად დამოუკიდებელ საზოგადოებრივ საქმიანობას ან მედია საქმიანობას ეწევიან და ეს ახლაც ასეა. ეს ნაწილი არ შეცვლილა. აი, სანამ გადავალთ უშუალოდ კანონის ანალიზზე,
გინდაც ამერიკულის რეესტრსაც შევეხებით და ქართულ საქართველოში მიღებულ ამ კანონსაც. აი აქ ალბათ ქართული ოცნების მომხრე ან ქართული წარმომადგენელი რო გვისმენდეს დასვა და კითხვას თუ ამერიკულ სახელმწიფოს აქვს უფლება თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაიცვა საგარეო საფრთხეებისგან რატომ არა აქვს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას საკუთარი ქვეყანა და თქვა შეიძლება აბსურდულად მაგრამ მაინც თვლიდეს რომ ეს ხალხი აი ამდენი ადამიანი არის მოღალატე თქვა თან რაღაც უცხო ქვეყნის საქმეს აკეთებს და მე ხო არ გგზავნავ მე ვაძლევ ამ კანონის რაღაცა ჩარჩოს და ამაში იმოქმედე და დაგერქვა შენი სახელი რა არის ამაში პრობლემა ხო, ან პირველი ალბათ მთავარი არის ზუსტად აი ეს მიდგომა, როცა შენ ძალაუფლებაში ხარ და თან ყველაფერს აკონტროლებ და გაქვს ეს სურვილი და мотиваცია, რომ შენი საზოგადოება ორად დაყო და თან ყვებო ამ პროპაგანდით, რომ რაღაცა ნაწილი საზოგადოების არის მოღალატე და მტერი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენს პოლიტიკურ მიზნებს ასე ჭირდება ან შენს რაღაცნაირად პოლიტიკურ დღის წესრიგს ეს ხალხი არ ემთხვევა, ხო და არ იზიარებს. და მხოლოდ ამ ნიშნით, ანუ მთელი ესეთი უსაფრთხოების კონცეფცია დაიყვანო შენს პირად უსაფრთხოებამდე, შენს პოლიტიკურ უსაფრთხოებამდე, ხო, როგორც პარტიამ და არა როგორც სახელმწიფომ. ეს ცხადად უნდა გაიმიჯნოს, რომ ზუსტად ავტორიტარული სისტემის პრობლემა და ჩვენ შემთხვევაში ყოველს დიდი თავის ტკივილი ამ კანონის პირობებში ის იქნება, რომ ქართული ოცნებისთვის მტერი და მოღალატე არის მის პირად პოლიტიკურ მტერთან ასოცირებული, ხო, ვინც მის ძალაუფლებასთან მოდის კონფლიქტში. და სამიზნეც სწორედ ეს არის. მეორეს მხრივ, არავინ არ უარყოფს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ჭირდება ინსტრუმენტები და მექანიზმები, რომელიც დღეს არსებობს. თუ რომელიმე ინსტრუმენტი ვერ მოქმედებს, ამას შესაბამისი რაღაც დასაბუთება და კვლევა ჭირდება. ეხლა ყველა შეუძლია ნახოს ამ კანონის განმარტებითი ბარათი და ვერსად ვერ ნახავს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას რაიმე ფორმით ამ კანონის არსებობა უშველის, ხო? ხო, იმ რუსულ კანონზეც შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ და მაგაზეც გავალოთ პარალელები რა იცვლება და რატომ შემოვიდა საერთოდ ეს კანონი, როცა ის არ გაუქმებულა და ეგეც საინტერესოა. ხო, ანუ მთავარი ზუსტად ეს არის რა, შეიძლება საზოგადოებას პროპაგანდის გზებით დააჯერონ, რომ ამ კანონის არსებობა ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოებას ჭირდება, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ეს კანონი ჭირდება ქართულ ოცნებას საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებისთვის, რაც სრულიად განსხვავებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისგან და მაშინ როცა პროპაგანდა ასე ძალიან ცდილობს მისი პოლიტიკური ოპონენტი ქვეყნის მტერს გაუთანაბროს, რა თქმა უნდა, რთულია საზოგადოება რაღაცა სწორად გაერკვეს ამ დინამიკაში, ხო? მაგრამ რაღაცა ცდუნება ჩვენ ყველა ხელისუფლებას ქონდა, რომ საკუთარი თავი გაეტოლებინა საქართველოსთვის, ხო? აი ეს მიშაზოსაც ეს იყო, რომ აი 2008 წლის მერე, ვინც კი მიშას გააკრიტიკებდა, ითვლება და რუსეთის აგენტია, ანუ საქართველოს წინააღმდეგარი. ქართულ მოწნებამ ეს რაღაცნაირად შემოიტრიალა და ხო თავის თავი ბიძინა ივანიშვილი გამოარჩია წერის мама და ვინც მის წინააღმდეგარი ის არის ქვეყნის წინააღმდეგ ანუ ეს რისკები ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ქონდა ხო იგივე შევარდნაძე თუ წავა მანიცის საგარეო პოლიტიკა შეიძლება ჩამოვიშალოთ სააკაშვილი თუ წავა რუსეთის აგენტები მოვლენ ბიძინა თუ წავა ომი დაიწყება ანუ ეს რისკები ჩვენ სულ გავგდებდა რომ ატოლებენ თავის თავს ქვეყანას და ეს ყოველთვის იყო. ხო, პრინციპში ეს მტრად მონიშნა მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი ხო არ არის, ანუ განსაკუთრებით რაღაცა პოპულისტური ავტორიტარიზმის პირობებში ყველაფერი ამაზე დგას, ხო, რომ შენ მხსნელი ხარ და უნდა იხსნა შენი ხალხი, შენი ქვეყანა მტრისგან და მტერი თუ არ გყავს, მტრად ვიღაც უნდა მონიშნო, რომ შენი ძალაუფლება ამას დააფუძნო, ხო, ამასთან ბრძოლას დააფუძნო. ამიტომ ბუნებრივია, რომ იგივეს აკეთებს ახლა ქართული ოცნება, რასაც მაგალითად სხვა ავტორიტარული რეჟიმები აკეთებენ. როდესაც განდევნიან საჯარო სივრციდან განსხვავებულ აზრს ვიღაცას მტრად მონიშნავენ, არალეგიტიმურად მონიშნავენ აგენტს და არქმევენ მოღალატეს, იმიტომ რომ თუ ძალაუფლების ლეგიტიმაციის სხვა წყარო არ გააჩნია ქართულ ოცნებას, აი შევხედოთ 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა მათ თვითონ ასე დაირქვეს და აღიარეს, რომ მიიღეს მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან, აი უბრალოდ რომ დაჯდეს ადამიანი და ჩახედოს რა ინიციატივებით გამოვიდა ქართული ოცნება,
საერთოდ ვერანაირ კავშირს ამ ქვეყნის რეალობასთან ვერ ნახავს. ქვეყანა მიდის საერთოდ სხვაგან და ქართული ოცნების პარლამენტი და მისი ინიციატივები მიდის საერთოდ სხვა მიმართულებით. არანაირი კავშირი, რაციონალური, ემოციური, ინსტიტუციური ქართულ ოცნებას და ხალხს შორის არ არსებობს, ხო? მაგრამ ვთქვათ ხა რომ ქართული ოცნება თავის დანაპირები რაც იყო, ან მე არ მახსენდება არანაირი პოზიტიური დაპირებები წინასაარჩევნოდ. მისი დაპირება იყო პარტიების აკრძალვა, რაღაც უცხო გავლენების შემცირება, რეპრესიები, გამოვიძიებ იმას, დავიჭერ ამას, ანუ შენც დაგიჭერე, მეც დამიჭერენ, ტრიფონასაც დაიჭერენ. ანუ ეს იყო. ამას მიყვება. და წინასაარჩევნო დღის ამას მიყვება, ანუ ამ ხრივ ქართული ოცნება კი თავისი დაპირებების შემთხვევაში 12 წლის განმავლობაში პირველად ხვდება რომ ასრულებს. თვლი იმას რომ ანუ რა დაპირდა რეპრესიებს მოვაწყობდა ქვეყანას გავხლეჭ. ხო, ეს ის შემთხვევა, როცა სიტყვის შესრულება ღირსებად არ უნდა ჩაუთვალოთ, ხო, თუმცა კი, სწორია. რომ ქართული ოცნება თუ მოვა, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდის ამბავი და აღარ იზამენ ეს ეკითხვა ვინ შეგეხებათ იმას ვინ შეგეხება. ანუ არა, რაც თქვა, იმას მიყვება, ეხლა ბოლომდე მოვასუფთავოს ველი. ხო, ალბათ ეგ არასწორი მოლოდინი არ უნდა გქონოდა, როცა მე-4 ვადით ხელისუფლებაში მოსვლაზე იყო ლაპარაკი, მაშინ როცა მართლა უკვე განსხვავებით სხვა საპარლამენტო ვადებისგან ეს იყო სრულად კონსოლიდირებული ძალაუფლება ქართული ოცნების პირობებში და უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტიც კი მათ ხელში არის, ხო? ამიტომ ხო არასწორი იყო ეს მოლოდინი, რომ ეს დარჩებოდა წინასაარჩევნო რიტორიკად და რეალურ ნაბიჯებს ქართული ოცნება არ გადადგამდა. ბუნებრივია ის ხდება, რომ რაც უფრო იზრდება სოციალური უკმაყოფილება, ვხედავთ რამდენი უკმაყოფილების კერაა ქვეყანაში, რამდენი საპროტესტო კერაა, ის ვერანაირ რაღაცა პოზიტიურ ალტერნატივას გადაწყვეტის გზებს ამ სისტემურ პრობლემებს ვერ სთავაზობს, აცნობიერებს, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ძალაუფლებაში ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში, ხო, როცა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა არ აქვს, მან ხო, უნდა შექმნას მტრის ხატი, ყურადღება უნდა გადაიტანოს სხვა რამეზე, უნდა თქვას, რომ აი გენდერი რო წერია კანონში, ჭიათურა იმიტოა ახლა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, ან ხო, რა ვიცი, იმიტომ არიან კიდე მონიტორი ატარებს გამოძიებას რაღაცეებზე, იმიტომ არის ახლა ქვეყანაში შემშილი. კი, ხო, ანუ აი ესეთი ყურადღების გადატანის მტრის ხატის შექმნით რაღაცა პერიოდი მან უნდა მოახერხოს, რომ თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციის და დაფუძნების სხვა კერა და წყარო შექმნას. რადგან ეს არ არის საკუთარ საზოგადოებაზე, საკუთარ ხალხზე ზრუნვა, ეს უნდა იყოს მაშინ აი ამ მტრების წინააღმდეგ ბრძოლა და ეხა ბრძოლის და ომის დროს ვერ მოთხო პოზიტიურ დღის წესრიგს. ხო, ამიტომ მას აწყობს ეს მუდმივი საგანგებო რეჟიმის და მდგომარეობა, ხო? აი საზოგადოება აცხოვროს მუდმივად საგანგებო მდგომარეობაში, მისთვის არის პოლიტიკური სტრატეგიაც, იმიტომ რომ ეხა ომის დროს იმაზე არავინ არ იზრუნებს, ხო, მის სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და თითქოს ამითი ამ პრობლემების გადავადებასაც აკეთებს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უამრავი წერტილი ფეთქდება ამ დროს, ხო, აი უამრავი პროტესტის კერა ჩნდება, უამრავი სოციალური კატასტროფის რაღაცა კერა ჩნდება, რომელიც საერთოდ გამქრალია პოლიტიკური რიტორიკიდანაც კი ნაბიჯებზე აღარ არის ლაპარაკი, საერთოდ გამოხმაურების დონეზეც ქართული ოცნების ლიდერშიპი არ აღიარებს ამ პრობლემების არსებობას და საკუთარ პასუხისმგებლობას არ აიდენტიფიცირებს, ანუ მათ ხო თქვეს, რომ ჩვენ მივიღეთ მანდატი. ჩვენ გვჯერა, არ გვჯერა თუ აღიარებთ თუ არ აღიარებთ, თვითონ ხო აღიარებენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ 26 ოქტომბერს და უმრავლესობით მოვიდნენ. მაშინ ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობას ხო ნიშნავს იმაზე, მაგალითად, რაც ჭიათურაში ხდება. მაგრამ საერთოდ ეს თემა მათი დღის წესრიგიდან არის გამქრალი, ხო? იმიტომაც რომ აი ესე ჭირდება ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას და სიტუაციის დაჭერას. ხო, აი უშუალოდ გადავიდეთ გონი აი ამ კანონზე და რაღაცნაირი შევეცადოთ, მხოლოდ რომ სიცხადე შევიტანოთ. ჯერ პირველი კითხვა ამ ნაწილში მექნებოდა თუ არსებობს საქართველოში რაიმე ტიპის კანონი, რომელიც აი ესეა დაწერილი. და თუ გესმის მარტივად იკითხება განჭვრეტადია და ასე შემდეგ. და მე უკვე ვილაპარაკოთ უშუალოდ ის ეხება კანონი და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ბევრი ცუდი კანონი გქონდეს რეალურად საქართველოში, ცუდად დაწერილი, ბუნდოვანი, გაუგებარი და ასე შემდეგ, ისე რომ სხვადასხვა იურისტი სხვადასხვა ხო არასამო ასე შემდეგ. ასეთი აი რა ვიცი ჩვენს ისტორიას ასეთი კანონი არ ახსოვს და ლოგიკურიც არის. ხო, ეხა ეს რო ავხსნათ
ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწერილი 90 წლის წინ დაწერილი და მიღებული კანონი, რომელმაც მე არაერთი ცვლილება განიცადა, ხო? პირდაპირ გადმოკოპირებული ქართული თარგმანი ვერანაირად ვერ ჩაჯდებოდა ქართულ სამართლის სისტემაში. ენობრივადაც კი გარდა იმისა, რომ ზოგადად როგორც დოკუმენტი, ხო, რაღაცა სამართლებრივი დოკუმენტი, პირდაპირ გადმოტანითაც ვერ გადმოვა ქართულ სამართლის სისტემაში და ესეც რომ ავხსნათ რატომ. საქართველოსგან განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ კანონი არ არის სამართლის წყარო, ხო? ამ კანონს აქვს მომყოლი სასამართლო განმარტებები და პრეცედენტები, რომელიც ისეთივე ორგანული ნაწილია ზოგადად კანონმდებლობის და სამართლის სისტემის, როგორც საქართველოში კანონი, ხო? საქართველოში მოსამართლე რო აიღებს კანონს და ჩახედავს, ამ კანონს განმარტავს და მიიღებს გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც პრეცედენტს აქვს განსხვავებული ძალა საქართველოსგან განსხვავებით და სასამართლო განმარტებებს აქვს განსხვავებული ძალა, მხოლოდ აი ეს რაღაცა 25 გვერდი, 26 გვერდი არ არის სამართლის წყარო. ეხლა ქართულმა ოცნებამ რა ქნა? ადგა და სასამართლოს განმარტებების და ყოველგვარი სხვა ამ ისტორიულად დაგროვილი განმარტებების გარეშეც 90 წელი ამერიკაში გროვდება, ადგა და მხოლოდ კანონი თარგმნა გაუგებრად შესაბამისი სამართლებრივი ინსტიტუტების გარეშე, შესაბამისი სამართლებრივი განმარტებების გარეშე და ჩააგდო სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ სისტემაში, ქართულ სამართლებრივ სისტემაში, სუვერენიტეტის სახელით არ დაგვავიწყდეს და სამართლებრივი სუვერენიტეტი არანაკლები ხო, ნაწილია ზოგადად სუვერენიტეტის, ხო, შეუძლებელია შენ ერთი სამართლებრივი სისტემიდან რაღაც ამოგლიჯო და შენი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური კონტექსტის გარეშე გინდოდეს მისი დანერგვა, ხო, შეუძლებელია, ეგრე არ მუშაობს სამართლის სისტემა პირდაპირ ერთ დაკავშირებული პოლიტიკურ სისტემასთან და ერთმანეთს განსაზღვრავს და განაპირობებს ეს ორი, ხო? ამიტომ ბუნებრივიც არის, რომ ჩვენ ეს კანონი არ გვესმის, გაუგებარია ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, იურისტებისთვის ეს კანონი გაუგებარია და ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენი სამართლის სისტემა ვერ იღებს ამ ტიპის დოკუმენტებს. მით უმეტეს, ასე ცალკე აღებულად და ჰაერში გამოკიდებულად ყოველგვარი სასამართლო განმარტებების გარეშე. მაგრამ ეს ტექნიკური ნაწილია, ეხლა რაზეც მე ვლაპარაკობ, აქვე უნდა ვთქვათ ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ანუ ამის ინგლისური ვერსიაც, რაც არსებობს ამერიკაში, ის კანონიც არ არის მარტივი და ის კანონიც არ არის საკმაოდ ისეთი დეტალური და სიზუსტით გამორჩეული, ხო? ზუსტად ამიტომ არის კრიტიკა ამერიკული ფარას მიმართ, რომ ამერიკაშიც ამ კანონს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა მის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, ხო? ძალიან ბევრი ტერმინია, ძალიან ბევრი სამართლებრივი კონცეფცია, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ხო? ამიტომ ეს შალვა პაპუაშვილის გამოსვლა რომ თუ რამე პრეტენზია გაქვს წადით და ედავეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯერ ეს ერთი გასაგებია, რომ ეს რაღაც პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა იყო და აი შედარების, რომ ხა თუ ამერიკაში კარგია, ესე იგი ჩემთანაც კარგი იქნება ეს კანონი, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ შეგვიძლია უთხრათ, რომ კი, ძალიან ბევრი ადამიანი ედავება ამერიკის შეერთებულ შტატებს ფარას გამო, ლეგიტიმურად, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება გაჩნდეს საფრთხე ის რომ გამოიყენო, რომ დააზიანო. დასაწყისში თქვით და კიდევ ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დროს განსხვავებული დოზით, მაგრამ ამას აზღვევდა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომ ეს პოლიტიკურად და შერჩევითად გამოყენებული არ ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს, რომ ამის შესაძლებლობას ეს აქტი არ იძლევა ამერიკაში, იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ არის რაღაც გარანტიები, რაც ატანაც ხდის ამ კანონის არსებობას ამერიკაში. და ეს გარანტიები ჩვენთან არ არის. კიდევ უფრო აუტანელი და მძიმე, იმიტომ იქნება საქართველოს რეალობაში ამ კანონის მოქმედება. ამიტომ ეს ამოგლეჭილად ამის ჩასმა სრულიად წარმოუდგენელს გონოს ქართულ კანონმდებლობაში აბსოლუტურად გაუგებარია. ეხლა მეორე ალბათ კითხვა, რაც რა ვიცი, მე მექნებოდა და მაქვს და შეიძლება მაყურებელსაც კონდეს. ხო, აი რატომ მიიღეს ზოგადად ეს კანონი, როცა მე მაქვს ეს რატო შეიძლება მართლა მიიღო ეს კანონი? თუ კი გაკ უკვე ერთი წლის წინ მიღებული კანონი, რუსულს რო ეძახეთ და ჩვენ რო ანტისახალხოს და ანტიკონსტიტუციურს და კი ბატონო. ვეძახით, რატომ და მიიღო ეს? თან ისე იმას არა უქმებ, ანუ ძალადაკარგულად არც, მაგრამ ისიც გაქვს, ესეც გაქვს. ნუ ერთი კითხვა, ერთი მოსაზრება რაც მე მაქვს აბა შენ რასაც ფიქრობ, ეგ საინტერესოა. მე მგონია რომ უბრალოდ ფარას შემოტანა ერთი იყო, რომ იმას ძალიან მიეწება რუსული ლეიბლინგი, ანუ იალიყი. ერთი ამის ჩამოხსნა უნდა და მეორე ტრამპი მოვიდა. ტრამპთანაც აი ფარას ამერიკულ კანონს ვიღებ. მაგრამ გაუქმება ან ძალადაკარგულად არ ცნობა იმისი, უკვე გაუგებარია ჩემთვის. თან ისიც ვთქვათ, რომ ის კანონი მიიღეს, მაგრამ აამუშავეს.
არც უცდია. გარდა იმისა, ვინც თავისნებით არეგისტრირდა, ნაწილმა მოახერხა და არეგისტრირდა. ნაწილმა ვინცა და ვერც კი მოახერხეთ, რომ არ შეეხმიანა იმ დეპარტამენტთან. ნაწილი არ დარეგისტრირდა, არც კი უცდიათ, ხო, ამ სახსრულებად. და რა მიზანს ემსახურებოდა მათ თქვა ამას უბრალოდ მოკლედ. ესე იგი, პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ კანონმდებლის ქართული ოცნების სურვილი გულწრფელად ვთქვათ, რომ არც ყოფილა ის, რომ ჩვენ ეს კანონი უფრო გასაგები ყოფილიყო და ეს мотиваცია ქართულ ოცნებას არ ჰქონდათ, ეს პირდაპირ ჩანს აქედან, ხო? მათი мотиваცია ზუსტად ის არის, რომ ეს კანონი იყოს ისეთი გაუგებარი, როგორც ახლა არის ამ დოკუმენტში. და მგონია, რომ ეს პასუხობს ზუსტად ამ კითხვასაც, ხო? ქართული ოცნებისთვის ახლა უფრო კომფორტულია, კონდეს ბუნდოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტი, ორი რაღაცის გამო. პირველი, იმიტომ რომ უნდა ამ შფოთის კიდევ უფრო მეტი შფოთის შემოტანა აქტივისტებში, მედია ორგანიზაციებში, სამოქალაქო ორგანიზაციებში, მეტი შფოთის დაძაბულობის შიშის შემოტანა, რომ ადამიანებმა საკუთარი ნებით თქვან უარი თავის საქმიანობაზე. ზოგმა უარი თქვა, ზოგმა ქვეყანა დატოვოს, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, მოკლედ ამ სამართლებრივი ბუნდოვანების პირობებში რას იზამენ, ხო? რაც უფრო ბუნდოვანია კანონი და რაც უფრო მრავალმხრივი განმარტების საშუალებას იძლევა, ბუნებრივია მისი ადრესატი უფრო იბნევა და ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები მოქმედება განახორციელოს, რომ საერთოდ არ მოვიდეს შემხებელობაში კანონთან და სამართალთან, ხო? და ეს იმის პოტენციალსაც შეიცავს, რომ ვიღაცებმა ან თვითონ დაანებონ თავის საქმიანობას თავი, ან ქვეყანა დატოვონ. მეორეს მხრივ მგონია, რომ მეორე არგუმენტი, რატომაც ქართულ ოცნებას აწყობს წინა რუსული კანონთან შედარებით უფრო ბუნდოვანი მეორე კანონის არსებობა, არის ადმინისტრირების საკითხი. ქართული ოცნება კარგად ხვდება, რომ მისთვისაც ძალიან დიდი თავის ტკივილია, ესეთ ძალიან ცხადი სამართლებრივი რეგულირების აღსრულება, მაგალითად რუსული კანონი ბევრად უფრო ცხადი იყო ამასთან შედარებით. არ ეთანხმებოდი, არ მოგწონდა, არა კონსტიტუციურად. მაგრამ გასაგები იყო, ანუ ენობრივად ნამდვილო, მაგრამ ხვდები რომ გახება, ან გეხება, ხო რაღაცნაირად. და ეს კანონი მათ აძლევს საშუალებას იმ კანონისგან განსხვავებით სრულიად შერჩევითად აღასრულონ და რესურსულად და პოლიტიკურადაც ქართულ ოცნებას ახლა ურჩევნია შერჩევითად აღასრულოს ეს კანონი, ჩამოკიდოს ასე რაღაცა, იყოს ჰაერში ეს კანონი დაკიდებული და როცა და ვის მიმართაც დაჭირდება, პრინციპში მაგის მიხედვით აღასრულოს და ეს კანონი ზუსტად ამ ტიპის კანონია, რომელიც მაგის საშუალებას ქართულ ოცნებას მისცემს, თან ამ რაღაცა შიშს გამოიწვევს, შიშს დათესავს დამატებით, ასე ფიქრობს და მეორე მხრივ სრულიად შერჩევითად აღასრულებს. მანქანას ამატებ. კი, რა თქმა უნდა, შინაარსობრივადაც ეხლა ჩვენ ვილაპარაკოთ. აი, მაგრამ არა აქვს ეხლა ბერკეტები, იგივე ნებისმიერ ორგანიზაციაში შევიდეს. პროკურატურა მაგისი არ არის, ანტიკორუფციული ისეც მაგისი არის, ხო? ანუ გავიგე რომ აი პირველ ნაწილში უფრო გეთანხმები რომ აი უფრო პანიკის შემოტანა, ორგანიზაციების გაუქმების, ან ქვეყნის ატოვების, ან რაღაცა დაჭერის შიშის გაჩენა, უფრო ესეთი რომ აქტივის თავი დაანებო და უფლებად ამცულოს. მაგრამ ბერკეტები მას ისედაც ყელამდე აქვს, როგორც ჩვენ თქვი მანამდე, რომ კანონები სულ არ არსებობდეს ფარას, ქვეყნის უსაფრთხოებაც უნდა დაიცვა და თუ უსაფრთხოების პრიზმით უყურე, მაინც უნდა იმუშაო ამაზე, ან სულ არ არსებობდეს ის რუსული კანონი. მაგრამ აი ამ შემთხვევაშიც ხო დაიმატეს ერთ-ერთი რეპრესიის ინსტრუმენტი. კი, თან დაიმატეს, თუმცა შინაარსობრივადაც ეს კანონი, ამაზეც ვილაპარაკებთ, რუსული კანონისგან განსხვავდება და დამატებითი შეზღუდვები შემოდის სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის, ხო? ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ჰქონდა არჩევანი პირობითად უკვე მიღებულ კანონში შეეტანა გარკვეული შესწორებები, მაგალითად გაევრცელებინა ის ფიზიკურ პირებზე, შემოეტანა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. ან ქონდა მეორე ალტერნატივა, მიიღო, გადმოეტანა ამერიკიდან ეს ფარა, ხო? და აქ უკვე მოდის ის არგუმენტი, რაც შენ თქვი, ბუნებრივია მისთვის უფრო მძიმე ტვირთია ამ რაღაცა რუსული კანონის იარლიყის ქვეშ მოქმედების გაგრძელება. და მეორეს მხრივ მას შეუძლია რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც ხო რაღაც სიგნალი აქედან გაუგზავნოს. ამიტომ რაღაცა პრაგმატულად გადაწყდა რომ ეს კანონი ამ ფორმით მიღებულიყო, რომელიც შინაარსობრივად კიდევ უფრო რაღაცებს ამძიმებს. მგონია ჩავყვეთ ხა ისი განმარტების საშუალებაც ვექნება, ხო? ხო, ეგ დათქმა ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ, რომ ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკვე მესამე მოსმენით მიღებულია, ჯერ კიდევ ჩვენ ძალიან ბევრ ისეთ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხი ამ კანონიდან არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს წვდომა კანონქვემდებარე აქტებთან, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მაგალითად ანტიკორუფციულმა ბიურომ იმისთვის, რომ აღასრულოს ეს კანონი.
და აი ამ სხვა აქტების ნახვის გარეშე რაღაცა ძალიან ზუსტი განმარტებების გაკეთება კანონთან დაკავშირებით არის შეუძლებელი და ბუნებრივია მეორე დათქმა ჩვენ ვართ ისეთ პოლიტიკურ კონტექსტში და მოცემულობაში როცა ჩვენ პროფესიას ფაქტობრივად ფასი დაკარგული აქვს იმიტომ რომ არანაირი ესეთი მყარი და ესეთი ავტორიტეტული განმარტების გაკეთება ჩვენ კანონთან დაკავშირებით არ შეგვიძლია იმიტომ რომ ამ კანონს აღასრულებენ ისეთი ინსტიტუტები და ორგანიზაციები რომლებიც ქართული ოცნების სრულ კონტროლში და დაქვემდებარებაში არიან ამიტომ ხა მე რაც არ უნდა ამოვიკითხო ამ კანონში ვერავის ვერ მივცემ გარანტიას რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ზუსტად ამას ამოიკითხავს ამ კანონში უფრო პირიქით მაქვს მოლოდინი რომ ანტიკორუფციული ბიურო სასამართლო პროკურატურა ისე წაიკითხავენ კანონს, როგორც კონკრეტულ მომენტში ეს ქართულ ოცნებას დაჭირდება. ამიტომ ახლა ჩვენი დღევანდელი მსჯელობაც ყველასთვის უნდა ეფუძნებოდეს ამ დათქმას, რომ ხო, მაინც სიფრთხილე ამ კანონთან დაკავშირებით არის საჭირო, ხო, განმარტებებთან დაკავშირებით. კი, ცხადია ხო ეს განმარტებები, რომელიც ასევე ძალიან რთულად იკითხება და მე დარწმუნებული ვარ, რამდენი დეპუტატი ყავს ოცნებას 99, ხო, ჯამში ხალხის ძალიან სოციალისტებიან ევროპელი სოციალისტები როგორი კომუნიკური. აი არ მჯერა რომ 99-დან 80 ადამიანი ამ კანონს წაიკითხა და რა მეშინას აბსოლუტურად გამოიტანდა. იმიტომ რომ მართლა ურთულესიანით არის დაწერილი და აი ხა დავიწყოთ ამაზე საუბარი. თქვათ აი ძირითადი ტერმინები, ტერმინთა განმარტება რაც არის ვის მოიცავს ხო ეს უცხოელი პრინციპი. აგენტი. აი ესენი განმარტოთ რა იგულისხმება ამერიკულ და ქართულ ფარაში. ხო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კონცეფცია პრინციპალის და აგენტის ურთიერთობის, რას ნიშნავს და რას გულისხმობს? უცხო პრინციპი რაც არის, უცხო ძალა. უცხო ძალა, უცხოელი მაგალითად კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ხო? და აგენტი, ანუ მისი წარმომადგენელი, ხო, მისი ინტერესების გამტარებელი. აი ამ ორი სუბიექტის ურთიერთობას არეგულირებს ეს კანონი. ანუ უნდა ყავდეს უცხოელი, უცხო ძალა, რომელსაც აქვს გარკვეული ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, უნდა ყავდეს მეორე სუბიექტი, აგენტი, ანუ მისი წარმომადგენელი, მისი ინტერესების გამტარებელი და უნდა გქონდეს რაღაცა ტიპის საქმიანობა, რომ ამ კანონის ქვეშ მოექცე. პრინციპალი ვინ შეიძლება იყოს, ანუ უცხოელი, უცხო ძალა ვინ შეიძლება იყოს, ყველაზე მარტივი რა თქმა უნდა არის სხვა ქვეყნის ხელისუფლება, ანუ სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტია, თუმცა მხოლოდ ეს არა, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია, ასოციაცია, ნებისმიერი ტიპის პირი შეიძლება იყოს უცხოელი, მათ შორის ფიზიკური პირიც შეიძლება იყოს უცხოელი პრინციპალი ამ კანონის მიზნებისთვის. მათ შორის შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ აქვს. და ასევე ხო ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია, მაგალითად არა კომერციული ორგანიზაციაც, არა სამეწარმეო ორგანიზაცია შეიძლება იყოს უცხოელი პრინციპალი. რაც შეეხება აგენტს, ანუ მისი ინტერესების გამტარებელს, ძალიან რთული ის გვაქვს რა ქვია კონცეფცია ამ აგენტის, რამდენიმე ტიპის პირი შეიძლება იყოს უცხოელი პრინციპალის აგენტი, მაგრამ აი რომ გავამარტივოთ, მაგალითად ეს შეიძლება იყოს უცხოელის დასაქმებული პირი და უნდა ვთქვათ, რომ ეს პირი, ეს ფიზიკურ პირსაც ეხება და იურიდიულ პირსაც განსხვავებით რუსული კანონისგან, ამ კანონს არ აქვს არანაირი დათქმა, რომ ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე. ყველა ტიპის კი ის ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, ასევე ნებისმიერ ტიპის ორგანიზაციას, იქნება მომგებიანი, კომერციული, არამომგებიანი და ასე შემდეგ. ხო, აგენტი შეიძლება იყოს ყველაზე მარტივად უცხოელი პრინციპალის მიერ დასაქმებული ან დაქირავებული პირი. თუმცა შეიძლება სხვა ფორმის ურთიერთობაც არსებობდეს პრინციპალს და აგენტს შორის, მაგალითად ეს იყოს კონტროლის და მითითების რაღაცა ფორმა. ხო, შეიძლება პირდაპირ დასაქმებული არ იყო უცხოელი პრინციპალის მხრიდან, მაგრამ მისი მოთხოვნით, მისი ინსტრუქციით, მისი კონტროლის და ზედამხედველობის ქვეშ საქმიანობდე, ან იყო არაპირდაპირი აგენტი. ანუ მაგალითად უცხოელი პრინციპალი, უცხოელი ურთიერთობაში იყოს ერთ პირთან, რომელიც არის აგენტი და ამ აგენტს თავის მხრივ კონდეს ურთიერთობა სხვა ქვეაგენტთან, რომელიც პრინციპალის ინტერესებს ატარებს, ხო? აგენტი, რო თქვა, სამბუნებოვანია. სამი ტიპი შეიძლება იყოს. პირდაპირ მის თანამშრომელი და კონდიტ დასაქმებული, ხო? დასაქმებული, პირდაპირ მეორე მისი ინტერესების გამტარებელი, მისი ზედამხედველობის ქვეშ თუ მოქმედებს და მესამე ირიბი. არაპირდაპირი, ხო, არაპირდაპირი და ნუ მეოთხეც არის კანონში, მეოთხე არის, რომ შენ თვითონ თავს ასე წარმოაჩენ.
ხო, შენ თვითონ ამბობ, რომ თანხმდები ან ნებას ავლენ ან უშვებ, რომ შენ აღქმული იყო როგორც უცხო ქვეყნის, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. ხო, ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ აი ამ რაღაცა ამ კანონით შემოთავაზებული 3 ტესტის ორ ნაწილზე. პირველი ნაწილი არის უცხოელი პრინციპალი, ან უცხოელი, მეორე არის აგენტი და მესამე როგორც ვთქვით არის საქმიანობა. იმისთვის რომ ეს კანონი ვიღაცაზე გავრცელდეს, აი ეს სამივე კომპონენტი უნდა იყოს სახეზე. და საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრინციპში ეს განსაზღვრავს ბუნებას ამ ურთიერთობის, ხო? მთავარი აქ არის ის, რომ ეს აგენტი, იქნება ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირი აგენტი, თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს პრინციპალის ინტერესების გათვალისწინებით, ხო, მისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მის სასარგებლოდ, ხო, მისი ინტერესების გამო. უნდა მონაწილეობდეს მაგალითად ამ პოლიტიკურ საქმიანობაში, ან უნდა იყოს რაღაცა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, ან უნდა იყოს პოლიტიკური მრჩეველი, ან მაგალითად შეიძლება ეწეოდეს რაღაც ეს თანხების შეგროვებას, განკარგვას, გამოყოფას, გაცემას უცხოელი პრინციპალის ინტერესების შესაბამისად, ან კიდევ უფრო მარტივი ფორმა არის, რომ პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეს სახელმწიფო დაწესებულებებთან უცხოელი პრინციპალის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად. ნებისმიერ ამ საქმიანობას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქვს დათქმა, რომ ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს პრინციპალის ინტერესების სასარგებლოდ, მისთვის მისი ინტერესების შესაბამისად და მისი ინტერესების გათვალისწინებით. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აგენტს ამ შემთხვევაში ამ კანონმდებლობით საერთოდ სუბიექტობა არ გააჩნია. ანუ მთლიანად ემორჩილება და ექვემდებარება უცხო პრინციპალს. ზოგადად ეს არის ამ პრინციპალი აგენტის ურთიერთობის ამოსავალი წერტილი, რომ აგენტი არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს პრინციპალი და მისი დავალება, მისი ნება და ინტერესი. ამისგან დამოუკიდებლად აგენტს თავისი ავტონომიური დამოუკიდებელი შინაარსი, მიზანი, ამოცანა არ გააჩნია, ხო? ზოგადად საქართველოში და სხვაგანაც ეს არის ამ ურთიერთობის ქვაკუთხედი. ხო, აი ხა როცა ისმის კითხვა ვიზე გავრცელდება, ჩემი პოზიციაც და ჩვენი პოზიციაც ეს არის, რომ ობიექტურად ეს კანონი მაგალითად ჩვენი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ვერ დაარეგულირებს, ზუსტად ამ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ გვაქვს სახეზე აი ამ პრინციპალის და აგენტის ურთიერთობის, აი ეს ქვაკუთხედი. ჩვენს არსებობას არ განაპირობებს უცხოელის ინტერესის არსებობა, მისი დავალების არსებობა, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი ავტონომიური მიზნები. როგორც ორგანიზაციას, როგორც ინდივიდებს, როგორც აქტივისტებს, ფიზიკურ პირებს თუ იურიდიულ პირს, ხო? ჩვენ ვარსებობთ იმდენად, რამდენადაც გვაქვს ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ავტონომიური შინაარსი და მიზანი, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და გეგმები და მოქმედებთ ამ გეგმების შესაბამისად. თუ პირობითად ვამბობ, ხო, ესეც არის ხოლმე დისკუსიის საგანი, რომ აი შენი ნათქვამი ან შენი გაკეთებული ემთხვევა ვიღაცის ნათქვამს ან ინტერესებს, ხო, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ისევ ამერიკას რო დაუბრუნდეთ და ისევ ფარას და იუსტიციის დეპარტამენტს ამერიკაში, რომელიც განმარტებებს გამოსცემს ფარასთან დაკავშირებით, ამ დეპარტამენტსაც აქვს ნათქვამი, რომ ინტერესთა თანხვედრა ან ნათქვამის თანხვედრა არ არის საფუძველი იმისა, რომ დაადასტურო აგენტის და პრინციპალის ურთიერთობა. რატო? იმიტომ რომ მარტივია პრინციპალის და აგენტის ურთიერთობაში გადამწყვეტი არის, საკვანძო არის რაღაცა ძალაუფლებრივი მიმართება. ხო, პრინციპალს უცხოელს აგენტთან მიმართებით უნდა ქონდეს გარკვეული ტიპის ძალაუფლებრივი მიმართება. უნდა შეეძლოს მისცეს მითითება და აგენტი თავს ვალდებულად უნდა გრძნობდეს, რომ აღასრულოს ეს მითითება, ხო, მისი ინსტრუქცია შეასრულოს და ჩვენი ტიპის ორგანიზაციებში, სხვა მედია ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ბუნებრივია ასეთი ძალაუფლებრივი მიმართება უცხოელთან, იქნება ეს უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, უცხო ქვეყნის ორგანიზაცია, არ არსებობს. ამიტომაც საერთოდ აი კანონის განმარტებაშიც კი არ ჯდება ჩვენი ტიპის საქმიანობა და ამას ემატება ბუნებრივია ის, რომ ჩვენი არც ერთი საქმიანობის შინაარსი არ ებმის სხვის ინტერესს, ხო? და ამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესი და არა სხვის ინტერესი. აი აქ შეიძლება ასეთი პოზიციაც არსებობდეს, რომ მაგალითად საქართველოში გრანტებს გასცემენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოები თუ იქნება თუ სხვადასხვა ფონდები, ევროკავშირის, ამერიკის და ასე შემდეგ. მათ ხომ აქვთ ინტერესი, რომ თავიანთი რაღაცა ღირებულება გაავრცელონ. და შენ როცა
შენ საგრანტო წინადადება ფარგლებს შესთავაზებ, თქვენი ინტერესები შეიძლება დაემთხოს, მაგრამ ის ხო თავის ინტერესს ატარებს. ამ შემთხვევაში თანხის მიღება არ არის მათი ინტერესების გატარება? ამ ეს კითხვა ალბათ ზირთად ეს არის, ხო? ანუ ფულს მოყვება ინტერესი, როგორც წესია ოცნების თავარი არის, ფულს მოყვება ინტერესი. მოდი ასე. შესაბამისად, რატო არის ეს მაშინ? ხო, ალბათ დავხარჯოთ ცოტა დრო ამის განმარტებისთვის და რამდენიმე მაგალითით შეგვიძლია ამ კითხვას უპასუხოთ, ხო? ფინანსურ ანგარიშს ხო წარუდგენ მას, როცა გრანტს მოიპოვა, შინაარსობრივ ანგარიშს, ხო? ანგარიშგების ფორმულა ხო არსებობს. კი, ახლა მაგაზე მარტივი პასუხი მაქვს, რომ მე მაგალითად ყოველთვიურად წარვადგენ ფინანსურ ანგარიშს შემოსავლების სამსახურშიც. მაგრამ არ ვთვლი, რომ შემოსავლების სამსახურის აგენტი ვარ, იმიტომ რომ ფინანსურ ანგარიშს წარუდგენ. და ასე ბევრ ფინანსურ დოკუმენტაციას ვაბარებთ ჩვენ სახელმწიფო ორგანოებს და ზოგადად ნორმალურია, რომ როცა თუნდაც საჯარო crowdfunding-ით იღებდე ფულს და ხალხის დაფინანსებას იღებდე, მაშინაც გამოაქვეყნო ფინანსური ანგარიში, ხო? და ეს არ ნიშნავს, რომ შენ ვიღაცის კონტროლის და ზედამხედველობის ქვეშ ხარ. ეს არის სულ ცოტა ფინანსური ვალდებულებების მიღმა, პროფესიული ეთიკის ნაწილი, რომ შენ საზოგადოებას უთხრა, რაში დახარჯე მიღებული თანხები და რესურსი, ხო? ეს ერთი საკითხი. მეორე, ზოგადად როგორია საერთაშორისო დაფინანსების სქემა, ხო? მაგალითად, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი. შესაბამისად არის ხელმომწერი სხვადასხვა საერთაშორისო აქტების, დოკუმენტების, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და კონვენციის მონაწილე მხარე, ანუ აღიარებს გარკვეულ ვალდებულებებს, ხო, იღებს ვალდებულებას, რომ გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამართლებრივი თუ პოლიტიკური სისტემა. მაგალითად, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, შეიძლება ევროსაბჭო საქართველოს დახმარებას უწევდეს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცოდნა საქართველოში გაიზარდოს, ხო? მიმართვიანობა ხალხმა იცოდეს, როგორ გამოიყენოს რაღაცა მექანიზმები, რომელიც ევროსაბჭოს აქვს და ამაში ევროსაბჭომ დახარჯოს ფული საქართველოში და რომელიმე ორგანიზაციამ პირობითად მიიღოს ეს ფული იმისთვის, რომ ეს ცოდნა გაავრცელოს საქართველოში. აქ ვისი ინტერესი იკვეთება? საქართველომ, რომელმაც თვითონ განაცხადა წევრობის სურვილი და უნდა რომ იყოს მაგალითად ევროსაბჭოს ან ევროკავშირის წევრი, ხო? და შესაბამისად არის მზად და უნდა რომ მისი, რა ვიცი, ენერგოპოლიტიკა, ეკონომიკური სისტემა, სასაზღვრო პოლიტიკა, ყველაფერი დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტს, კვება ეხლა მნიშვნელოვანი თემაა, ხო, რომ კვების სტანდარტი და კვების უსაფრთხოების თემა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს, თვითონ აქვს ამის გაცხადებული სურვილი, მის მოსახლეობას აქვს ამის სურვილი და საპასუხოდ იღებს ინსტიტუციურ და ფინანსურ მხარდაჭერას, რომ კი ბატონო, შენ რადგან გაქვს აი ამ რაღაცა პოლიტიკური თუ სამართლებრივი სისტემის წევრობის სურვილი, მე მზად ვარ, როგორც ევროსაბჭო ან ევროკავშირი, შენ გამოგიყო გარკვეული თანხა იმისთვის, რომ შენი სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს იმ სივრცეს, სადაც გინდა რომ შეხვიდე. ხომ არავინ არ გაძალებს, თავს ხომ არავინ არ გახვევს. შენი გაცხადებული მიზანია, რომ გინდა ამ სამართლებრივი სისტემის წევრობა და შესაბამისად მე მხარს ვუჭერ შენს ამ სურვილს და მათ შორის ფინანსურად, ინტელექტუალურად, მაგალითად ექსპერტების დახმარებით, სამუშაო ვიზიტების ორგანიზებით გეხმარები, რომ შენ უფრო სწრაფად დაუახლოვდე ამ სამართლის სისტემას და აქ თუ ვინმეს ინტერესია ამ დახარჯულ ფულში, არის ჩვენი საზოგადოების ინტერესი, რომელსაც აქვს გაცხადებული მიზანი, რომელი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის წევრობა უნდა. ამიტომ აი ესე შემოტრიალება, რომ თუ ევროკავშირი ან ევროსაბჭო ფულს ხარჯავს საქართველოში, ანუ რაღაც ინტერესს მოაყოლებს ამ ფულს, არის სრულიად ამოყირავება ამ სურათის, იმიტომ რომ რეალური სურათი სხვანაირია. შენ გინდა ამ სივრცის წევრობა და ის გეხმარება, რომ შენი კანონები, შენი ინსტიტუტები, შენი სამთავრობო უწყებები, შენი საზოგადოების ცხოვრების და შესაძლებლობები, ხო? ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს. და ამაში ხარჯავს ფულს. შენ იღებ ამ ფულს და შესაბამისად ბუნებრივია, როცა ამ ფულს ხარჯავ, ამ ფულის ხარჯვას წარუდგენ იმას, ვინც ეს ფული მოგცა, ხო? ზოგიერთ ქვეყანაში გრანტის გამცემი სახელმწიფოა და სახელმწიფოს აბარებ ანგარიშს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას აბარებ ანგარიშს და ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ევროკავშირის ინტერესების გამტარებელი. რაც თავისთავად რას ნიშნავს გაუგებარია. ზუსტად იმ განმარტების გამო, რასაც მე ვაკეთებ. ხო, აი, რო ავიღოთ ამერიკული განმარტება, მაგალითია, თვითონ აი იმედს ჰქონდა ქარდი გამოტანილი, როგორ დაიქირავა ნიკა გილაურის კომპანიურმა ამერიკაში კომპანია რაღაცა ინტერესებს გასატარებლად, რომ საქართველოს დემოკრატიული ლობიზმი გაწიოს, ალბათ თავისი პერსონალური რაღაც. რაც ფარაში იყო ასახული. ანუ მან დაიქირავა კომპანია,
რომელიც პირდაპირ უნდა მუშაობდეს ნიკა გილაურის ინტერესებზე. და რა თქმა უნდა არის. ეს არის უკვე ჩვეულებრივი პრინციპალის და აგენტისთან, ანუ უცხოური პრინციპალი, ქართველი ნიკა გილაური ქირაოს ამერიკულ ფირმას, რომელიც ვალდებულია რაც იქ წერია, ყველაფერი გააკეთოს, ყველა ფეხის ნაბიჯი იყოს ამ გილაურის ინტერესების დაცვა. კი, აი ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება და როგორც ჩანს ესე ფიქრობს, ხო? ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან პროფკავშირებს თუ სხვა ფიზიკურ პირებს შეახოს. აი, აქ ხო სხვა მოცემულობაა რა, ანუ შენ გაქვს წესდება, აი კომენტარზე რა ვიღოთ, აქ თავის წესდება, თავის დებულება, რომელიც მუშაობს ამ და ამ მიზნებისთვის და ამ და ამ საშუალებებით. და ამასთან შეიძლება აიღოს უცხოური დაფინანსება და იღებს კიდეც, თუმცა ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ სუბიექტობა აღარ აქვს მას და პირდაპირ ემორჩილება, თქვა, თან გრანტებზე უნდა თქვა მოსახლეობთ, თუ არა, შენ შეგაქვს ხო, შენ როგორი ტიპის პროექტი გინდა, როგორ გინდა აღასრულო, ასე შემდეგ. უბრალოდ შენ უნდა რაღაც ნარატივი და ფინანსურ ანგარიშებს. ეს არის სულ მთელი ამბავი, რომელსაც ასევე სახელმწიფოსაც წარუდგენ ხოლმე ფინანსურ გადარიცხვები რაც ხდება და ასე შემდეგ, ბევრი მიდგომებით. აი ხა ფარაზეს რო დავბრუნდეთ რა სოფო. თქვით ვინ არის პრინციპალი, თქვით ვინ არის აგენტი, თქვით ირიბი აგენტი. აი ესე კომენტარმა წაიკითხა სამივე ვიჭექით ხედით ჩვენი ანალიტიკოსებით წავიკითხე. და თქვით რომ ეს კანონი უბრალოდ არ გვეხება. და არ რეგისტრირდებით, იმიტომ რომ არ გვეხება. განა იმიტომ რომ არ რეგისტრირდებით და პირველივე მუხლი გეუბნება რომ შენ არ გეხება. ხო, არ გეხება. რა ხდება ეხა ესე დროს? აი თქვათ არ მეხება, ან მეხება და როგორ უნდა გავარკვიოს სახელმწიფოსთან ურთიერთობა. ვისევალება რეგისტრაცია, უწყება თქვით რომ ანტიკორუფციულს ჩაბარდა ეს და აი ეს იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა ის დეპარტამენტი, ალბათ იქნებათ რადგან ის ძალათა გოგო არსნეს ის კანონი და აქეთ კიდე იქნება ახალი დეპარტამენტი. კი. ალბათ აი ძალიან მოკლედ რო გავაკეთოთ ეს განმარტება რომ თვითონ კანონში არის ერთი გამონაკლისი საინფორმაციო საშუალებებთან მედია ორგანიზაციებთან დაკავშირებით გარკვეული დათქმების შემთხვევაში კანონი ამბობს რომ მათზე არ ვრცელდება ეს რეგულაციები და არის კიდევ ერთი მუხლი რომელიც ამბობს რომ არსებობენ ორგანიზაციები და პირები რომლებსაც არ ექნებათ რეგისტრაციის ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევებში ხო კონკრეტული ტიპის საქმიანობის შემთხვევაში და გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისად ასახელებს საქველმოქმედო საქმიანობას სამეცნიერო აკადემიურ საქმიანობას და არაპოლიტიკურ ისეთ კერძო საქმიანობას, რომელიც არ არის პირდაპირ უცხოური ხელისუფლების ინტერესების გატარება საქართველოში. ვისაც რეგისტრაციის ვალდებულება არ ექნება. უბრალოდ ის იქნება უცხოური აგენტი, ან არ დარეგისტრირდება? ხო, ეგ საინტერესოა რა თვითონ მუხლი მაგას ამბობს, რომ კონკრეტული კატეგორიის უცხოელ აგენტებს არ ექნებათ, პრინციპალის აგენტებს არ ექნებათ რეგისტრაციის ვალდებულება და ამ ჩამონათვალში მოიაზრებს ამ ხალხს. რაც შეეხება იმაზე, ვიზეც გავრცელდება და ვინც ჩათვლის თავის თავს, რომ მასზე ეს კანონი ვრცელდება, მას ექნება 10 დღიანი ვადა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართოს და სპეციალური ფორმა, რომელსაც ალბათ შეიმუშავებს. უნდა შეიმუშავოს. და რას ნიშნავს? ანუ საქმიანობის დაწყებიდან 10 დღიანი თუ აგენტობიდან 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინო განაცხადი და შეავსო ფორმა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამის შემდეგ კარგად იქნება, შეიძლება დადგინდეს, რომ რაღაც დოკუმენტი გაკლია, ხარვეზი დაგიდგინონ და ასე შემდეგ. ერთი მნიშვნელოვანი განმარტება ის არის, რომ აგენტის სტატუსის შეწყვეტა, საქმიანობის შეჩერება არ გათავისუფლებს იმ პერიოდის შესახებ განაცხადის წარდგენისგან, როცა იყავი აგენტი. ანუ ეს კანონი რომ ამოქმედება 60 დღეში ხელმოწერიდან, ხო? გამოქვეყნებით. ალბათ ეხა რომ მოაწერს ხელს, სადღაც 2 ივნისიდან ამოქმედდა თქვა. ხო, პირობითად ივნისიდან ამოქმედდა. თუ კი ვინმე ვისაც ეხება, გარკვეულ ვადაში არ ვიცი, შეწყვეტ საქმიანობას და იმ ტიპის საქმიანობას აღარ გაწევს, რაც საჭიროა ამ კანონის მიზნებისთვის, რომ აგენტად დარეგისტრირდეს, მას მაინც ექნება ვალდებულება, რომ წარადგინოს განაცხადი იმ პერიოდის მიზნებისთვის, როცა ის იყო აგენტი. ხო, აი როცა ვამბობთ, რომ აი არ ვრცელდება, შენი აზრით არ ვრცელდება ეს კანონი. აი ვინ ერთვება საქმეში, რომ გითხრას, რომ იცი რა, შენს ვრცელდება ეს კანონი და მიტყვი დარეგისტრირე. ხო, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც მოუწევს, რომ ამ კანონის საფუძველზე მერე გამოსცეს დამატებითი აქტები, სადაც ალბათ პროცედურები უფრო მეტად გაიწერება და უფრო ნათელი შეიძლება გახდეს
რა ხდება მას შემდეგ, მაგრამ ახლა რასაც კანონი ამბობს არის ის, რომ თუ ბიუროს უფროსი ჩათვლის, რომ ვინმე ვისაც კანონი ეხება, კანონს არ აღასრულებს, ან არ ღვევს რომელიმე მის პირობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლო გამოიტანს დროებით ან მუდმივ გადაწყვეტილებას ან განჩინებას. ან მაგალითად სასამართლო ეტყვის ამ პირს, რომ ან შეწყვიტოს საქმიანობა, ან დარეგისტრირდეს რეესტრში, რაღაცა ტიპის დავალებას მოკლედ სასამართლო ამ პირს მისცემს, ხო? თვითონ ვერ არეგისტრირებს ანტიკორუფციული. ხო, რუსული კანონისგან განსხვავებით ეს კანონი არ ამბობს, რომ თვითონ ბიუროს შეუძლია დაარეგისტრიროს პირი ან ორგანიზაცია სპეციალურ რეესტრში, ხო? ერთის მხრივ რაც ვიცით ის არის, რომ ეს ვალდებულება დარეგისტრირების გრძელდება და რაღაც დარღვევა მაგალითად ამ კანონის იქნება დენადი დანაშაული და ხანდაზმულობა არ ექნება. ეს იმისთვის, რომ რაღაცა უფრო მეტი სამართლებრივი წნეხი შეიქმნას დარეგისტრირების მიზნით, ხო? თუმცა ასევე განსხვავება ალბათ რუსულ კანონს და ამ კანონს შორის რაც უნდა ვთქვათ მთავარი, გარდა იმისა, რომ ეს კანონი ასევე ვრცელდება ფიზიკურ პირებზე და კომერციულზეც, არის პასუხისმგებლობის ნაწილი. ბუნებრივია, აქ უკვე შემოდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, მათთვის, ვინც დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ვისაც ეხება კანონი და ვისაც შეეხება კანონი და ჩათვლის, რომ კანონი ეხება, თუ ფიზიკური პირია თავადარი ვალდებული, რომ შეავსოს განაცხადი ანტიკორუფციულ ბიუროში, თუ არ ვლაპარაკობთ ფიზიკურ პირებზე და მაგალითად ორგანიზაციაზე ან იურიდიულ პირზე ლაპარაკი, მაშინ ხელმძღვანელი პირები არიან ვალდებულები, რომ განაცხადი წარადგინონ და იმის მიხედვით, ვინ არღვევს მოკლედ კანონს, არის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, რომელიც შეიძლება იყოს 10,000 ლარი ჯარიმა, შეიძლება იყოს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ერთი პრობლემა, რაც ამ კანონში, ამ ტექსტიდან ჩანს, არის ის, რომ არ ჩანს ზუსტად პროცედურა, როგორ გადადის ანტიკორუფციული ბიუროდან საქმე გამოძიებაში, ხო? ვიცით ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს პირის წინააღმდეგ, რომელიც არასრულებს მისი ის ასე თვლის, რომ არასრულებს მოთხოვნებს. სასამართლომაც შეიძლება დაავალდებულოს პირს მაგალითად რეგისტრაცია და არ ვიცით, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სისხლის სამართლებრივი საქმის გამოძიების დაწყება და დევნის დაწყება, თუ ეს ორი პროცედურა ერთმანეთისგან დამოუკიდებლადად შეიძლება არსებობდეს. ბუნებრივია და ამერიკული პრაქტიკაც უფრო მეტად ასეთია, რომ ჯერ ბუნებრივი ადმინისტრაციული პროცედურები უნდა ამოიწუროს, სასამართლომ უნდა დაავალდებულოს პირი ფიზიკური ან იურიდიული, რომ გაიაროს რეგისტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უფრო მძიმე სამართლებრივ ან სისხლის სამართლებრივ გამოძიებამდე მივიდეს საქმე, იმიტომაც რომ თვითონ ცვლილებები ამბობს, რომ დანაშაული უნდა იყოს განზრახი, ანუ განზრახ უნდა არიდო, თავი უნდა იცოდე, რომ ეს კანონი შენ გეხება, გავალდებულებს რეგისტრაციას და განზრახ არ რეგისტრირდები, ან განზრახ არასწორ ინფორმაციას წარუდგენ ანტიკორუფციულ ბიუროს. სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დადგება, ხო? ამიტომ ეს განზრახვისთვის მნიშვნელოვანია რაღაცა წინარე მოკვლევის ჩატარება, ხო? უნდა იცოდეს მაგალითად ანტიკორუფციულ ბიურომ, უნდა მისცეს მითითება ორგანიზაციას, რომ კი შენ გეხება, ან არ გეხება. ამერიკაში ხა ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა რჩევის კითხვა, იუსტიციის დეპარტამენტისთვის სპეციალური ფარას დეპარტამენტი არსებობს, რომელიც მიმართვის შემთხვევაში წერილობით უბრუნებს პასუხს პირს და ეუბნება ეხება თუ არა ფარა და არის თუ არა ვალდებული, რომ დარეგისტრირდეს, ხო? ამ კანონში ჯერჯერობით ასეთი საკონსულტაციო ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს, ამიტომ ჩვენ ეს მექანიზმიც არ გვექნება პირობითად, რომ ვიღაცებმა წინასწარ გაიარონ კონსულტაცია ანტიკორუფციულ ბიუროსთან. თუ რამე არ შეიცვალა კანონქვემდებარე აქტებში. ჩვენ გვაქვს ახლა რამე ისეთი, რომელიც სამნიშნავარია, თანამედროვე ხალხის კითხვებზე, რომელიც გვინდა რომ კი, მე მგონი შეიძლება დაფაროს კიდეც კითხვებმა და სხვა საკითხები. კითხვები არა, უფრო მეტად პოზიციებია, რომელსაც გავაჟღერთ. ცოტა კრიტიკულები ამოვწერეთ ძირითადად მაინც და თუ პასუხად მოკლედ გაიქნა. მე მგონი ამაზე ისედაც ვიცავთ, ანუ უცხოეთიდან შემოსული ფულის მიზნობრიობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებით იყოს გამოყენებული. გარეთ დაფინანსებული სამოხსაზრდოება სხვა არაფერია, თუ რაღაცა დაფინანსებას იყენებს კონტროლის მოსაპოვებლად. სიმონი ამას ამოწოს ჩამოაგდოს მერე ხელისუფლებაო. და გვინდა რომ კონტროლი მარტივად უნდა ვთქვათ, თუ ვინმე სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე დაწესებულების წინააღმდეგ რაღაცა კრიმინალურს გეგმავს და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ რამეს აკეთებს.
არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, ეს არის დანაშაული, არსებობს საგამოძიებო ორგანო პროკურატურა, სასამართლო და შეუძლიათ ამის გაკეთება. მე პირადად გონია, რომ ეგ საერთოდ დაფინანსების წყაროსთან არ არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული საერთაშორისო დაფინანსებით აკეთებ, რაიმე ანტისახელმწიფოებრივი თუ ადგილობრივი დაფინანსებით, თუ ზოგადად მდიდარი ხარ და შენ ფულს იყენებ რაღაცეებისთვის, დანაშაულია და არსებობს სამართლებრივი მექანიზმები ამ დანაშაულის წინააღმდეგ. მთელი პრობლემა ისე რომ ეს პროპაგანდა ცდილობს გარკვეული ტიპის საქმიანობა, მაგალითად ჩვენნაირი საქმიანობა ადამიანების გონებაში გაუთანაბროს დანაშაულს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და რეალურად ჩვენ დანაშაულთან საქმე არ აგვაქვს და ეს რაღაცა წინასწარ განწყობა, რომელიც პროპაგანდამ შექმნა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, ესე იგი აპრიორი ეჭვის თვალით უნდა უყურო, იმიტომ რომ რაღაცა კრიმინალურს ჩადიან. თუ ვინმე რამე კრიმინალურს ჩადის, არანაირი ის არა აქ დაბრკოლება, ისედაც ვხედავთ პროკურატურა უმარტივესი და აბსურდული ბრალის წაყენებითაა ძირითადად დაკავებული, ხო? ამიტომ ეხლაც შეუძლიათ, ხო? ამიტომ ამ კანონს და მით უმეტეს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას არაფერი საერთოდ ჩამოგდებასთან თუ რა სიტყვა გამოიყენა, არ ვიცი, არ აქვს. მეორე იმს გავსწია, ხო, მეც მინდა ჩემ ქვეყანაში ამერიკული დემოკრატია, დიახ, ფარაც მინდა. ამერიკული დემოკრატია, ყველაფერი ამერიკიდან შეიძლება უნდათ გადმოღება. მე უფრო უკეთესერო ვიოცნებოთ, ვიდრე ფარა არის. ანუ გადმოვიღოთ სიკვდილით დასჯა, რატო ამერიკაში ცხოვრ? ანუ ეს ხო აბსურდულია რა, ეს მithoma და მართლა 2-3 წლის წინ, 2 წლის წინ გვეწერა ხო ჩვენ, საიდანაც გინდათ იქიდან თარგმნათ. კანონი უნგრულიდან, ამერიკიდან, რუსულიდან რა. ანუ აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ტრებად მონიშნავ შენ მოსახლეობის ნაწილს, მოღალატეება და ეგ არასწორი, თორე ხა მართლა საიდანაც არ უნდა თარგმნო, როგორ სამართლებრივი სისტემიდან გადმოიტანო ჩვენ არ გვაქვს კომენტარი. აი კითხვა არ არის, მაგრამ პოზიცია, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, აი აქ რა, ანდრო ანტიძე ამასო ძირგამოსხო საქმეა საქართველოში ეწევიან რუსი პროპაგანდისტები და ზუსტად მაწინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული ეს კანონი. აი შენ როგორ უყურებ ზოგადად, აი ეს კანონი დაუშვათ მოცემულობა რო გვაქვს, არ გვაქვს, უნდა არსებობდეს თუ არა და მიეცი ეს დაშვება, რომ თქვათ Russia Today-ის ჟურნალისტი არის და აქ მუშაობს. ქართველი, რომელიც მასზე მუშაობს. აი და იცი რომ ჩვენთან ყოველი პოზიციები გვაქვს მაგაზე, ამიტომ მე რა ვიცი, ჩემ აზრს ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ ახლა ოკუპაციის შესახებ კანონის არსებობის პირობებში, ოკუპაციის პირობებში სახელმწიფოს აქვს იმის ლეგიტიმური საფუძველი, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით, ან იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ აღიარებენ, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს არ ცნობენ, ხო, ან ოკუპაციას არ აღიარებენ, ასეთ ქვეყნებთან მიმართებით განსხვავებული სამართლებრივი და პოლიტიკური სტრატეგია ქონდეს. არა მარტო პოლიტიკური, მათ შორის სამართლებრივიც, ხო? მაგალითად ოკუპაციის შესახებ კანონიც რაღაცა ეს განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს და გვაქვს ამის გამოცდილება, ხო? ამიტომ მე ამაში რაღაც სამართლებრივად პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ეს ასე იყოს. თუმცა ზოგადად გონია, რომ ამ კანონებს რითიც დავიწყეთ ლაპარაკი რა, ზოგადად ასეთი ტიპის კანონებს, რომელიც უსაფრთხოების პრიზმას, რომელიც ასე აფართოვებს უსაფრთხოების პრიზმას და ავიწროვებს ძალიან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეს, მე არ ვარ ასეთი კანონების დიდი კომაგი, მოკლედ, ამის თქმა მინდა. მაგრამ თუ ის არსებობს, ანტისაოკუპაციო ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სამართლებრივი და პოლიტიკური რეჟიმი არ გქონდეს. თუმცა ასევე ის არ ნიშნავს, რომ ფარასნაირ კანონებს ასევე პრობლემა აქვს ადამიანის უფლებების კუთხით. კიდე ერთი კითხვა არის, ხო? აი ახსენე შენს პროფესორები, გემკვლევრები, ფიზიკური პირები, რომლებიც აქვს ეს კითხვა. აი მაგათ წარმოვიდგინე, თუ არ უნივერსიტეტის რაღაც პროფესორი, რომელიც შეიძლება დაფინანსებით მუშაობს, შეიძლება კვლევარი, რომელიც დამიქირავა თქვა რაღაცა და მუშაობ გაეროს რაღაცა პროგრამაზე, რომელიც რეალურად მე აქაურდნა მოხმარდეს. აი ამ შემთხვევაში ეს ვრცელდება მათზე, რეგისტრაციის ვალდებულება რო თქვა, ხა რეგისტრაციის ვალდებულება როიცას არ აქვს, რა, შეიძლება იყო აგენტი, რომელიც არეგისტრირდება. აი აქ მოკლედ რეგისტრაციის ვალდებულების ნაწილში, როგორც ვთქვით, რამდენიმე გამონაკლისია, როგორც არის მაგალითად საადვოკატო საქმიანობა და სხვა და აი ამ გამონაკლისებში ნახსენები არის აკადემიური სამეცნიერო, სახელოვნებო საქმიანობა და საქველმოქმედო საქმიანობა, ხო? ოღონდ წინ აქვს დათქმა, რომ ეს გამონაკლისი გავრცელდება პირზე, რომელიც თანხმდება, რომ განახორციელოს მხოლოდ ასეთი კეთილსინდისიერი საქმიანობა, როგორც არის სამეცნიერო საქმიანობა მაგალითად, ხო? ეხლა ამას როგორ განმარტავს ანტიკორუფციული ბიურო და მე სასამართლო რას ნიშნავს კეთილსინდისიერი და მე ვთქვი მხოლოდ ასეთი ჯერჯერობით არ ვიცით. იმიტომ რომ, რა ვიცი, ადამიანს შეიძლება თან აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდეს და თან პირობითად
რაღაცა ტიპის კონტრაქტი აკავშირებდეს რომელიმე ორგანიზაციასთან, რომელსაც ეხმარება რაღაცა ტიპის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში, მაგალითად. ეს უკვე ნიშნავს, რომ მხოლოდ სამეცნიეროს არ ახორციელებს, ხო? ამიტომ ეს გამონაკლისი ასეთ ადამიანებზე გავრცელდება თუ არა, არ ვიცით. ისევე როგორც აი საქველმოქმედოც, რომელიც შეიძლება რაღაც ახლოს იყოს პოლიტიკურ საქმიანობასთან, ზუსტად ამ ზღვარსა დააწესებენ, ესეც ჯერჯერობით ბუნდოვანია, ხო? აი საბოლოო ჯამში მაინც უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ამ კანონის წაკითხვით ჩვენ დაბეჯითებით ვერც ერთ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ, იმიტომ რომ არის გაუგებარი, განზრახ გაუგებარი, უნდათ რომ ყოფილიყო გაუგებარი და მერე შერჩევითად გამოეყენებინათ და რაც თავარია, ეს არის გადმოტანილი მხოლოდ ტექსტი, ისე რომ მისი განმარტებები რაც აცოცხლებს ამ ტექსტს ამერიკის სამართლებრივ სისტემაში, მისგან არის მოწყვეტილი და მოგლეჯილი. სულ კითხვა, ასე პაატა ხათაშვილი გეკითხება, აი და ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მოკლედ ვთქვა, აი კანონში არსებული ტერმინები აგენტი, უცხოური გავლენა, აუცილებელი იყო თუ არა კანონს სწორად გაგების და მიზნებისთვის აი ამების ჩაწერა და რა მიზანს ემსახურება ეს. მე მგონი ამაზე ჩვენ რა ვიცი, ჯერ კიდე რუსული კანონის დროსაც ვლაპარაკობდით ტერმინი რა თქმა უნდა განზრახვას აჩვენებს და ეხა იმ კანონში სპეციალურად იყო გამოყენებული ეს თარგმანია და ამერიკულშიც principal agent არის, ამიტომ ეს თარგმანის შემთხვევაში გასაგებია რატომ წერია პრინციპალი და აგენტი. იმ კანონში განზრახვას აჩვენებდა, ეგ იყო სტიგმატიზება იყო მთელი მიზანი და ბუნებრივია, ამიტომ იყენებდნენ ამ ტერმინებს. თუმცა ჩვენ ხოლმე ტერმინის გამო არ გქონდა პრობლემა არც იმ კანონთან და არც ამასთან. ჩვენ ზოგადად ამ კონცეფციასთან გვაქვს პრობლემა და ვამბობთ, რომ ჩვენი ურთიერთობა არაფრით არ გავს რეალურად უცხოელის და აგენტის ურთიერთობას, რომელშიც როგორც ჩვენ თქვი, აგენტს სუბიექტობა არ გააჩნია და ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ჩვენ არათუ სუბიექტობა გაგვაჩნია, ჩვენ პოლიტიკური სუბიექტები ვართ, როგორც ამ საზოგადოების წევრები და ჩვენი საქმიანობა, რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ და საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში ამ ინტერესების დაცვის და გაჟღერებისკენ. ამიტომ პირიქით ჩვენ სუბიექტობა ძალიან მყარია აგენტისგან განსხვავებით და ის არ ეფუძნება პრინციპალის დავალებებს, ხო? ჩვენ იმიტომ არ ვმოქმედებთ, იმიტომ არ ვმუშაობთ, რომ ეს დავალება ვიღაცამ მოგვცა ქვეყნის გარედან. პირიქით, ჩვენ ვიცით რა გვინდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ვცდილობთ ამ სტრატეგიის შესაბამისად, სადაც საჭიროა შესაბამისი ფინანსური რესურსი მოვიძიოთ. მადლობა, სოფო. მადლობა. მე მგონი საინტერესო გამოვიდა ეს გადაცემა, საინტერესო გადაცემა იყო, რთულია ზუსტი პასუხების გაცემა, თუმცა ერთგვარად აი კონცეპტუალიზება მაინც საჭირო იყო, ჩემი აზრით, დავინახოთ აი ქართული ოცნების განზრახვები და უკვე ვნახოთ პრაქტიკაში 60 დღეში რას მიიღებენ და როგორ განახორციელებენ, საერთოდ აღასრულებენ თუ არა. მოკლედ, მადლობა ვინც გვიყურებდით, შეგიძლიათ გამოეწოდოთ ჩვენი YouTube არხი, ასევე ვართ ყველა სხვა სოციალურ ქსელებში. კარგად ვენდებოდეთ.